დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, მრავალი გავმრავლდით და კარგ მნიშვნელოვან ამბავზე უნდა ვისაუბროთ დღეს, იმიტომ რომ 1 ივლისს კინოთეატრ ამირანში 6 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა გაიმართება და წარმოგიდგენთ სტუმრებს მე მაქვს ნუსხა ჩვენი სტუმრების სახელების საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ქალბატონი ნანა ჯანელიძე, რეჟისორები ყავს სტუმრმა თორნიკე კებძიავა, ვახო ჯაჯანიძე, გიორგი წილოსანი, დათა პირცხალავა და პროდიუსერი სანდრო გოგიაშვილი. დიდი მადლობა მოგზაინებისთვის და რა კარგი ბიჭები მოგიყვანეთ ქალბატონი ნანა. ჩვენთან მშვენიერი ქალბატონი ყავს, რომელიც პროდიუსერი გამოგზავნა, მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. Ყველას გეპატიჟებით 1 ივლისს არის 6 ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა, რომელიც დაფინანსებულია რასაკვირველია ჩვენს მიერ. აი ეს ახალი კინორაინდები არიან ჩვენი გმირები. როგორც ერთი პრემიერა რომ არის ხომ ეს უკვე გვიხარია და ეს უკვე ამბავია ხოლმე. თან ესეთი ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც პრინციპში უმრავლესობამ პირველი ნაბიჯი გააკეთა, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი ბიოგრაფიისთვისაც და ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ყველა როგორ ველოდებით ახალ ფილმებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ახალი ინიციატივას, ხωρίς აქ გაჟღერდა პირველად ეს ინიციატივა, ის რომ ეს არის ერთობლივი პროექტი TBC ბანკის და ჩვენი და პირველად შემოვიდა საერთოდ კერძო სექტორის კინოს დაფინანსებაში, ეს იყო არაჩვეულებრივი ნაბიჯი. ჩვენ კიდევ ერთი ასეთი პრემიერა გვერის შემოდგომაზე, როცა დოკუმენტური ფილმები იქნება ერთობლივი პროექტით პრემიერაზე წარდგენილი. ნუ კარგი პრეცედენტია და კარგი იმედია, კარგი მაგალითია. ასე რომ მე ვფიქრობ, და მისაბაძი მაგალითია და ეს ახალგაზრდები ალბათ თვითონ იმაპარაკებენ თავის ფილმების შესახებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის სრულიად განსხვავებული ხელწერა, განსხვავებული ხედვა და მნიშვნელოვანია ისიც, რომ აი ზუსტად 1 ივლისს დასრულდება ფილმი, ანუ როცა მაყურებელი ნახავს, ეს იქნება მათთვის ჭაშნიკი, მაგრამ ფილმის დასრულებაც არის, როცა მაყურებელი მას ხვდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქიმიური პროცესი არის, იმიტომ რომ სულ სხვა არის ფილმს მარტო უყურებ სამონტაჟს და 400 კაციანი დარბაზი, როცა სუნთქავს და შენ აი ამ გავლენას ახდე, ეს არის სრულიად სხვა აქტი, მისტერია და ვილოცავ მათ, რომ ეს ყველაფერი. ჩვენ ვიცით, რომ არ უყვართ რეჟისორებს, როცა ეკითხებენ ფილმი რაზეა, რაღაც ეს. რაღაცნაირად მოახერხოთ რაღაცა. გითხრათ დაახლოებით. იმიტომ რომ მე ხო, იმიტომ რომ ძალიან მართალი იყო თორნიკე უფრო ის არის. ნანა როდესაც ამბობდა, რომ ახლებური ხედვა, იმიტომ რომ მე როცა გადავხედე მოკლე ასე ვთქვათ ანონსებს თქვენი ფილმების, ისე დამაინტრიგა, რომ 6-ს ნახვა მომინდა და ნახო კიდევაც. ხოდეთ, პატარა ანონსი თქვენს გაგვიკეთეთ. ეხლა ნორმალ ზილაპარაკა არის მნიშვნელოვანი ალბათ ის, რომ სხვადასხვანაირი ფილმები არის და რა ვიცი, ადრე რაც იყო ცნობილი ქართული კინოს ფენომენი ერქვა, მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამაში იყო ის, რომ იყო სხვადასხვანაირი კინო. ანუ ქვეყანაში სადაც კარგი კინო არის, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სხვადასხვა ხედვა არის, ბევრი სხვადასხვა ხედვა და არ ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზუსტად ესეთი იქნება ხვალინდელი დღეც. მე მაგალითად მედადათა ერთად მუშაობდით, ხა ამ ჩემს სცენარზე ერთად გავაკეთეთ 1000 სცენარი მისია და ძალიან საინტერესო პროცესი იყო, რომ ბევრი სცენარები გავიარეთ, ბევრი სცენარები შევთვისით ერთად და ბოლოს ისინი აირჩა ასევე ჩვენი მეგობრების და კოლეგების და მეკელეხეზე შეაჩერე. მეკელეხეს, ხო, ბოლო მეკელეხეს გავაკეთე, სულ მინდოდა ამაზე გაკეთება, რაღაც, იმიტომ რომ ბოლო წელიწადში გაჩნდა ესეთი პროფესია, უფრო დამძიმდა თან ეს პროფესია მეკელეხეების, ეს დაიწყო 90-იანი წლებიდან. მაშინ როცა მახსოვს პირველი იდეები გაჩნდა, რომ როცა იყო ივერია სასტუმრო ხარედისონი რაც არის, იქ ხოლმე საუბრობთ მე და დათო ჩუმიშვილი, როდესაც იქ რაღაცა წვეულება იყო ხოლმე, იმის შემდგომ აი ეს ფანჯრებზე მოაწყდებოდა ხოლმე ტოლვილების ხალხი და ელოდებოდნენ როდის დამთავრდებოდა ეს, რომ ისო ხო ეს სოციალური ისეთი სოციალური მოვლენა, სოციალური პრობლემა. და ნელ-ნელა სხვადასხვა პროფესიის ხალხმა დაიწყო სიარული, ესეთ სხვა ადამიანების დაუპატიჟებლად, ხო და ამ შემთხვევაში ეს არის ძველ მოცეკვავეზე, რომელსაც საკმაოდ წარმატებული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ იძულებული გახდა, რომ აი საჭვლის გამო სადღაცა მისულა და არა მარტო საჭვლის გამო, საურთიერთოდ, იმიტომ რომ
ხო, შემოდის, იმიტომ რომ ესეთ ხალხს ურთიერთობაც უნდა ხოლმე და თუ მარტო არის ადამიანი დარჩენილი, ესეთი ადგილები არის ტრადიციულ ქვეყნებში, როგორც მაგალითად ჩვენია, რომ აქ გააგრძელოს ის ურთიერთობა, იმიტომ რომ იმას კიდე აქვს რაღაც ის თავი, რაღაც და ყოველთვის ესეთ ხალხს არ ექცევა ხოლმე ყურადღება და რაღაც ასაკის მერე დაუიწყებული არიან ეს ხალხი, ხა თუ შესაძლებლობა არ აქვს და თუ ხედავთ დიდი ოჯახი არ აყავს ან რაღაცა და ამაზე ძალიან გვისაუბრეთ და მათ პრობლემაა. მე მინახია ფილმები ქორწილებში რომ დადიან ხოლმე ხიარული ფილმები ესეთი ეხა მართლა პირველად ხო არის ამასთან დაკავშირებით ისე არის რომ მე ძალიან მინდოდა რომ ეს მეთქვა იმიტომ რომ ხშირად დაუკვირვებია ხალხს და არის რაღაც ისეთი მომენტი რომ კი და თან არის ეს ფილმი არის რაღაცა ტრილოგიასავით გამოვიდა აპრილის რუსხის პირველი ჩემპიონების აპრილის რუსხის ბუდეს შემდეგ იმიტომ რომ ის გმირი რომელიც აპრილის რუსში თამაშობს და არის სექვის მასწავლებელი მესამეში ხდება მეკელეხი და მეორე ფილმის გმირს ხდებიან შემთხვევით მესამე ფილმში. თქვით რომ ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია და ამას მოწმობს ისიც რომ თქვათ დათას ფილმი ამ შემთხვევაში არის უფრო ოჯახური დრამა შეგვიძლია ესე უწოდოთ ამ ჟანრს რომელშიც იმუშავებთ. თემა არის შვილების და მამის ურთიერთობა არის მამა არის დიდი ხნის წასული სახლიდან ერთ დღეს ბრუნდება ვერ პასუხობს კითხვებს სად იყო რატო არ მოდიოდა ამ ხანი და ნუ მე ეს მთავარი გმირი ლადო 19 წლის რაღაც ქუჩაში გადის თავის მასთან ერთად და ნუ ისეთი თავგადასავალი გადახდება რომ თვითონვე პასუხობს თავისუფლად დასმულ კითხვებს ხო, ნუ რაღაცა ისეთი რაღაცა შეიმხება. რეალობასთან ახლოს არის ეს. რეალობასთან ახლოს არ არის, ნუ რაღაცა დეტალები არის, ვთქვათ, ისეთი აღებული რეალობა, მაგრამ ნუ ისე მოფიქრებულია ყველა. მოგონებული ის ხო არის. ხო და. და უმეტეს ამ ფილმს ოჯახურ დრამაზე უფრო მეტად არის, იმიტომ რომ ის რაც მოქმედებს ამ ადამიანების ბიოგრაფიაზე, როგორ პროექცირდება ეს გარე და ძალიან საინტერესო ბმა არის და ძალიან საინტერესო. ბანალურმა რეალობა ცოტა დაგვაქვს. არა, რა თქვინა ბანალური. ამ ფილმში ერთადერთი ქალია, ხო? რომელიც არ მომწონდა კოსტუმი და მისი წარმომადგენელი გახლავთ სანდრო რა. სანდრო, პირველი დღე ქვია ჩვენ ფილმს და ძალიან უცნაური ფაბულა აქვს, როცა გადავიკითხე. აღარ მოყევით თქვენ და მიხსოვებ მაყურებლებს. თაკო შაგურლიძე არის ჩვენი ფილმის რეჟისორი, სამწუხაროდ ვერ მოახერხა მან მოსწრომება დღეს. ფილმი არის ასევე დრამა არის და ასევე ტრაგედიაზე არის ოჯახში მომხდარზე. პირველი დღე ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი გაიგებენ პირველად რომ მოხდა ეს ტრაგედია და დაიღუპება ადამიანები, მაგრამ ფილმში არ ჩანს რეალურად. მთავარი გმირები ფილმში არის ოჯახის წევრები, რომლებიც ამ დრამაზე შეიტყობენ და ეს ამ მომენტში, როდესაც ისინი ამას გაიგებენ, მათი ცხოვრება რეალურად თავდება და ეს ადამიანი ყველა ოჯახის წევრი თავისებურად ცდილობს, რომ ახალი ცხოვრება წყარით დაიწყოს. იქ ზოგი თავს სამართლებს იმითი, რომ შურის ძიებას ცდილობს, ზოგი იმითი, რომ ზოგი ისტერიულად სახს ალაგებს, ზოგი მარტოობას. მკლავდება სტრესს. კი და ბოლოს იქამდე მივდივართ, რომ ადამიანი რაც არ უნდა იყოს, მაინც უნდა იპოვოს ახალი ცხოვრება და უნდა განაგრძოს და ეს ადამიანის გმირები პოულობენ ახალ გზას და ანუ ოპტიმისტური. რა თქმა უნდა. მაინც საბოლოოდ. კარგია. შემდეგი ფილმი, რომელზეც მინდა რომ ვისაუბროთ, ჭიათურაში ხდება მოქმედება, ხო და ფილმს ქვია გამოსვლა. ჟანრი? ჟანრობრივად უფრო დრამა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ელემენტები, ჩემი საყვარელი ჟანრი ახსენეთ. არის თქვენი საყვარელი ჟანრი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ტრაგიკომედიის ელემენტებიც არის ამ ნამუშევარში, თუმცა ნუ ჟანრით შეფასება თლად არ იქნება ალბათ. კი. ეს მნიშვნელოვანი შეფასება ჟანრში. ხადია, უბრალოდ მე დავამატებდი იმას, რომ ჩემთვის საინტერესოა სივრცეები, რომელიც ჩვენ ქართულ სივრცეში გულისხმობ ტერიტორიულ სივრცეებს, რომელიც არც თუ ისე კარგად არის ათვისებული, ანუ თქვა თბილისის იქეთ მიღმა ეს ქალაქი არის ჩემი მშობლიური ქალაქი, მე მაკავშირებს ჩემი პირადი შეგრძნებები იმ ადამიანებთან და დროის დინებასთან, რომელიც არის ამ ქალაქში და შესაბამისად ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად კინემატოგრაფისტები ეძებენ რაღაც გმირებს, რაღაც საინტერესო ამბებს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი სანახაობრივი გახდეს მაყურებლისთვის. ჩემი შეგრძნებით თვითონ ცხოვრება იძლევა იმ მოცემულობებს ბუნებრივად ადამიანებში, რომელიც თავისთავად
საინტერესო შეიძლება გახდეს მაყურებლისთვის ყოველგვარი ასე ვთქვათ ზედმეტი დრამატიზმის გარეშე. შესაბამისად ასნაირად ჩემი ფოკუსირება არის რაღაც რიგით ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქალაქში და არ ვიცი სხვა ისეთი შეიძლება ვთქვა თუ სიუჟეტზე. თავისი სხვა რამე ამოიკითხოს. ცხადია, მე შემიძლია ვილაპარაკო უფრო კონკრეტულად სიუჟეტზეც, ამბავზეც, მაგრამ ვთვლი, რომ კინო იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხვიდეთ კინოთეატრში, ნახოთ და თქვენ თვითონ თქვენს ინტიმურ შეგრძნებებთან დარჩეთ. ეს ფიქრობ, რომ ბევრად საინტერესოა ვიდრე ამ ინტერპრეტაცია. არის, რომ იქ არის გადაღებული, ეგ უკვე თავისთავად საინტერესოც არის, ინტერესოც აჩენს ახლა. მე რიგითი მაყურებელი ისე ვამბობ. ცხადია. და თუ მკითხავ, შემიძლია უფრო კონკრეტულადაც ვისაუბრო. ნუ, არის მართლა თქვენს არ იყოს ამის შანსი და ერთხელ ნანახი 10 ჯერ მოსმენილს ჯობსო? მგონი ძალიან დეტალებში შესწავლას არ არის, ბილეთები ვიყიდო, წავიდე ქართულ კინოს დავეხმაროთ, ამ ახალგაზრდებს დავუდგეთ ხასში და ვუყუროთ რა. ამისთვის მუშაობს ეს ხალხი. გიორგი წინასანი, ვარ უნდა თქვათ. სიტყვის ჯერიც ესეც რაღაცა ოჯახური ისტორია ხო მე როგორც ხვდები და ესეც ერთ-ერთ სოფელში ხდება მოქმედება. დიახ. ანუ ბევრს ახლა შინაარსზე ალბათ ანუ ისეთი ბევრი მოსაყოლი არც არის ალბათ არაფერი. ანუ არის ერთ ოჯახზე რომელშიც ანუ ერთ-ერთი ოჯახის წევრი ცუდად ხდება და ანუ სიკვდილის პირას არის ასე ვთქვათ და დანარჩენი ოჯახის წევრები ემზადებიან ამ დღისთვის. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ანუ შინაარსი სულ ეს არის. საინტერესოა ეს თან არ დადგება. ეს ძალიან სასწაული. ცნობილი მასაცის ამ ფილმს ჰუმორის. ეს კადრია თქვენი ფილმიდან ხო სწორია, აი აღარ არის. რაღაცა ეს ეთნიკურად განსხვავებული ასე კი, ანუ ჩემი წოტილება გაქვთ. ხო, ანუ უფრო ძირითადად ანუ ჩემი მიზანი ეგ იყო, რომ ესთეტიურად ცოტა განსხვავებული ყოფილიყო ფილმი, რამდენად გამომივიდა ეს უკვე ალბათ. ამას ნახოთ ჩვენ თვითონ პირველში. ნანა, ტატო არ არის პატიტიშვილი და რო არ დაგვეჩაგროს და ბექუსეულიდან ასე ვთქვათ, გარიყული რო არ იყოს, იქნებ ტატოს ფილმი არის ძალიან საინტერესო და იუმორით ახსავს. თუმცა ამ ფილმშიც არის რაღაც გარკვეული ელემენტი, დრამატული, არის ძალიან საინტერესოდ გადაღებული სტილისტურად და არის ქვია მას ოგესავარად, ეს არის ფაქტიურად თითქმის მიტოვებული, ჩვენ არ ვიცით, აი დუხობორების სოფელში ხდება ყველაფერი და ამ მხრივ ძალიან საინტერესო თუნდაც ფაქტურა არის, მდებარეობა, რომელსაც ჩვენ ნაკლებად ვიცნობ, ნაკლებად ვსტუმრობთ და ამ ადამიანების ურთიერთობა და ძალიან საინტერესო არის გადაწყვეტილი. ამიტომ რაღაცა ცოტა კიდევ განსხვავებული არის და საერთოდ ყველა ეს ფილმი მით არის საინტერესო, განსხვავებული ხელწერა აქვს ყველას, ყველანი თავისუფლები არიან და ამ ფილმების მიხედვით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა დახვდათ ამ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში და აი ამას ყველაფერს ისინი თავის ფილმში ცდილობენ რომ გადმოსცენ. არ აქვს მნიშვნელობა ზუსტად აღწერა ხდება თუ ეს არის რაღაცა ეკო იმისი. აი ეს არის ეკო იმისი რაც დახვდათ. და ეს არის ერთგვარი გაფრთხილებაც ჩემი თავისად, თქვენ მაინც ახალგაზრდები ხართ, რომ რას ვუტოვებთ ჩვენ ახალგაზრდებს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი კინემატოგრაფიული ტრადიცია დავუტოვეთ, მაგრამ არეული ქვეყანა და ეს ყველაფერი ჩანს ამათ ფილმებში და ამით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს დღე ხვალინდელი დღე არის კიდევ 6 ახალი შემოქმედის დაბადების დღე ფაქტიურად და მივუოცოთ მათაც და მე მგონი კინოსაზოგადოებასაც და ყველა ქართული კინოს ეს უყურებდი გადავიდა. კი, არ კარგია. ეს ასეც მოხდება პირველში 6-ი. რაღაც ოჯახური რაღაც ამბავიც არის, თან ძალიან ლამაზი კადრები იყო ის შავ-თეთრი, არა მარტო ეს და ძალიან ბევრ მაყურებელს მოვიზიდავთ, მე იმედი მაქვს რომ მოვლენ. საერთოდ ესეთ ფესტივალებზე მოდიან მაყურებლები, რამდენადაც ვიცი, რადგან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, ვისაც უნდა და უარს და ერთი სული აქვს, როცა ეს დღე დადგება ასე რომ ძალიან ბევრი იყო არაჩვეულებრივი ტრადიცია, გახსოვთ თქვენ ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებიც ალმანახად იკვრებოდა და ისინი მერე იყო ეკრანზე. ერთი ამას თქვით მიყურებათ და შენ არა სობრიური არა შენია. ეს ფილმები
ფილმებიც აი შემდეგ ესე ალმანახი გაერთიან, ეს არის საკმაოდ დიდი 2 საათიანი პროგრამა. და იქნებ გამოვიდეთ რაღაცა და ისევ დავუბრუნდეთ ჩვენ სათავეებს, როდესაც ქართული ფილმი. განსაკუთრებით ჯგუფზე მინდა ვიკითხო, ესე თქვა, ყველა თვითონ ესე თქვა შეკრიბეთ თქვენთვის უფრო კომფორტულად სამუშაო ადამიანები თუ ეს ერთი საერთო ჯგუფი იყო, რომელიც ყველას გვერდში ედგა? არა, ყველას თავისი ჯგუფი ყავს, იქ შეიძლება ხა რაღაც მომშავე პერსონალი ვინც არის შეიძლება თანხwebdriver იყოს, მაგრამ ოპერატორი ყველას თავის ყავს, ყველას თავის ხედვა აქვს, ყველა თავის ნაირად ესმის. ახლა იღებდით ამ ყველაფერს. არც მე მაგალითად, კარგახაც ვემზადებოდით 1-2-3 თვე, მაგრამ გადაღება იყო 8 დღე. 8 დღე. თავის ერთი დღე შესვენებით, რომ მე რეპეტიცია გამოვა ერთ იმის. ალბათ მეტაკლებად ბიჭები სიტყვიან ნამდვილი იყო. როგორც წესი კონკურსს აქვს ხო თავისი რაღაცა წესები, დროები, ვადები, რის მიხედვით დედლაინს ეხმარება ძალიან ხოლმე. მობილიზაციაში ხელოვნების დედლაინი ეხმარება, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ სულ არის რაღაცა სულ თემა არის, სცენარი, ან თქო, ნაწარმოები რაიმე სულ არის და დედლაინი აძლევს დასრულების და რაღაცა კონკრეტული ვარიანტის დადების აი ამ საბაბს და ეს მე მინდა ვთქვა ჯგუფზე რადგან იკითხეთ ჩემთვის ეს პირველი ესე ვთქვა მასშტაბური მოკლემეტრაჟიანი ფილმია და ვისაც ძალიან დიდი მადლობა კინოსტატიების იმaks და მინდა აღვნიშნო რომ ყველა ჯგუფის წევრი თითქმის 99 ვინც ჩვენ 99% ვინც ჩემთან მუშაობდა ყველა ახალგაზრდა ანუ მათთვისაც ეს იყო პირველი შანსი შესაბამისად ამ ხრივ ვფიქრობ რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემთვის კარგი გამოცდილება არამედ ყველა იმ ადამიანისთვის ვინც იმუშავა რა იმიტომ რომ ყველა გზნობდა პასუხისმგებლობას და შესაბამისად ყველასთვის გამოცდა ერთგვარი რა ამ ხრივ ვფიქრობ რომ ძალიან კარგი პრეცედენტია. სახეობას მინდა ვეკითხო, პროფესიონალები არიან უფრო მეტი, მოყვარულები არიან, თუ აი ნახან ასეთი ექსპერიმენტალურია, ამ შემთხვევაში მაგალითად პროფესიონალი მსახიობი არავინ არ არის, ოღონდ ამას არ აქვს, რაიმე ისეთი თქვა პირიქით ეს კონცეფციის რასაკვირველი ნაწილია. და შესაბამისად მათთან ურთიერთობა იყო ჩემთვის ახალი გამოცდილება რა ერთია რომ ყველაფერი ახალი გამოცდილება იყო ამ ფილმში ხშირად ამართლებს ეგეთი ალბათ გააჩნია რა გინდა მაგის მიხედვით და რისთვის გჭირდება დათას ჩემთან არის ორი მსახიობი თამაშობს ან თავარი როლის შემსრულებელი ვინც არის ანდრო კალვანდაძე მაგრამ ჩემთვის აღმოჩენა არის ეგ ბიჭი იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭია და საომალოდ ვაპირებ მაგასთან თანამშრომლობას. მეორე ვახო ჩაჩანიძე, დანარჩენი არიან ტიპაჟები რა. და ხო ჩემთვის საინტერესო იყო ამ მსახიობთანაც. საერთოდ რეჟისურაში რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, მე სცენარისტი ვარ, ანუ პროფესიით არ ვარ რეჟისორი. ეს არის პირველი ფილმი და მაინტერესებდა მსახიობთან ურთიერთობა და აი რაღაცა პროცესით დააკვაყოფილი ვარ. მაგ პროცესში. მეტრაჟი განსაზღვრული ქონდა. აბა ეს გამოსწორებს მსახიობთან ძალიან კარგი ნამუშევარი ნამდვილად ყველა მსახიობის ესე ქრონომეტრაჟი იყო რაღაც დადგენილი და ამას არ უნდა გადაცდენოდით, რადგან მოკლედ თუ არ იყო ეს რაღაცა. არა, ქრონომეტრაჟი მე მგონი რაღაცა იქით-აქეთ ჩვენ 24 წუთი გამოგვიდა, მაგრამ მე მინდოდა მსახიობებზე დავამატებინა ჩვენ შემთხვევაში ჩვენთან პატარა მსახიობი არის ყველაზე ახალგაზრდა ალბათ ფილმებში ხეჟეჯობით დათო ნათაყაიშვილი არის, რომელიც არაჩვეულებრივად გამოვიდა, ის პირველი ფილმი იყო. ცხრა ის არის. ცხრა? აი ბიჭი, კაკი ბიჭი. საათელია. ეს სახიობი რო ყავს ეგ კიდე სანკერა და დამატებით მას მოითხოვს ალბათ, ხო? საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ დათუნად არაჩვეულებრივად თვითონ მსახიობი არის, ამას აკეთებდა ძალიან მაგრამ არა, ყველაფერს აკეთებდა იდეალურად, მაგრამ რთულია გადაღების პროცესი, როცა დიდხანს მიმდინარეობს, ბავშვი იღლება და ერთი რაღაც დამატება მინდა კიდევ რომ აი პროცესებზე რაღაც იყო ლაპარაკი. აქ აი ჯგუფზე რო იყო ლაპარაკი, რომ თავიდან ახლი, პირველად დაიწყო რამოდენიმე ადამიანმა ამ პროექტებზე მუშაობა და ასე შემდეგ. საქართველოში აი ძალიან კარგია რომ TBC, კინოცენტრი თავისთავად და TBC-ის ნაირი აი სტრუქტურა და აკეთებენ ეგეთ რაღაცას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი მომუშავე პერსონალის, ოპერატორებიც, ყველანი, გრიმერები ძალიან დაიღალენ
დღე და ღამე ამ რეკლამებზე მუშაობი და ამით ფულის კეთებით. ეს არის სენი მართლა ხა დიდ ქვეყნებში უფრო ეს არ ჩანს. დიდ ქვეყნებში, დიდ ქალაქებში სადაც დიდი ბაზარი და ეს არ ჩანს. შემოქმედებით ამ ხალხს ყველას აქვს განათლება, კინო განათლება, ხელოვნებასთან ახლოს არის ყველა და რეკლამის დროს რა რიგად სამწუხარო ან არ ვიცი საფრთხე უნდა იყოს. ამ დროს ბევრი რაღაცა კვდება, როცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამას აკეთებ. ხა არის ამერიკაში არ გამოგვივიდეს რა რეკლამის რაღაცა რუტინა. არა, უნდა იყოს ძალიან კი, მაგრამ მე რას ვიძახი რომ ფულის შოვნის ანუ კონდეს ამაძაურება დადის რეკლამა. რეკლამას აკეთებენ ხო, ის ძალიან კაი არა, რეკლამები მაგას არ ვიძახი რეკლამები უნდა იყოს და ბევრიც უფრო მეტიც იქნება რა თქმა უნდა. ანუ ვიდეო ხეხა მატერიალურ ამბავზე. ხო, რა მაგას ამერიკას და თქვა დიდ იმას ვერ შევადრებ. თუ ბაზარი დიდია და შეუულია მაგალითად აი ვიზებ თქვა ხა ჯორჯ კლუნი შეუულია რეკლამების გადაიღოს შეუულია. კი, მაგრამ რა ხდება გეტყვით. არასწორად და აღიქვით თქვენ. სულაც სხვა მიდგომა არის ადამიანს რომ რეკლამაზე მუშაობს და სხვა მიდგომა არის რომელიც დიდ ფილმზე მუშაობს, იმიტომ რომ სხვადასხვა რაღაცა არის. ჟანრია, მაგრამ ორივე ჟანრის უფლება. ნანამ თქვა რომ კარგი იქნებოდა ალმანახად შეკრა და მართლაც კარგი იდეა იქნება, მაგრამ მაინტერესებს სათითაოდ რაღაცა საკონკურსო ცხოვრებას თუ უპირებთ თქვენს ნამუშევრებს. ბევრად ეს არის. არციან ფილმების გადაღების ჩვენთვის პირადად როგორც პროდიუსერისთვის ეს პირველი ფილმი არის და აზრი მაგაში მდგომარეობს რომ ჩვენი აზრი მაგას მდგომარეობდა რომ უნდა დაგვეწყო ამით პირველი შანსი უნდა გავიტანოთ უნდა ფესტივალებზე და დარწმუნებული ვართ რაღაცა წარმატებას მივაღწევთ და მე განვაგრძობთ ჩვენ საქმიანობას კინოს. ყველა აგირებს აპირებთ, ხო ძალიან გვიხარია, ხო და ძალიან გულშემატკივრობთ. და გილოცავთ დღეს რომელიც ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ყველა გიპატიჟები დაუწევთ მოგძანდეთ სიამოვნებით. და დაურგეთ ამ ხალხს და ქართულ კინოს ხარში ხო, რეჟისორებისთვის ძალიან მღელვარე მომენტი აწი, როდესაც პრემიერაზე უნდა შეაფასოს მაყურებელმა, ასე რომ